გასული აკადემიური წელი ჟურნალისტური სასწავლო პროგრამით ჰარვარდში გავატარე. ამერიკაში წასვლამდე არაერთი რეპორტაჟი მოვამზადე ანი იანუშაიტიტეს ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ. ჰარვარდის სტუდენტობა მაღალი კლასის ექსპერტებთან ადვილად წვდომის შანსს იძლევა. ამიტომ გადავწყვიტე ანის საქმის კვლევა იქაც გამეგრძელებინა. ყველას გვახსოვს 12 წლის ანი გარდაცვლილი 2023 წელს დიდ დიღომში, ჩაბნელებულ ბუჩქნარში იპოვნეს, სხეულზე ბევრი დაზიანებით. დღემდე არ ვიცით ანი მოკლულია თუ უბედური შემთხვევის, ცუდად გახდომისა და ღებინების შედეგად გარდაიცვალა. ამიტომ მსურდა ანის გარდაცვალების მიზეზების შესახებ დამოუკიდებელი და კვალიფიციური აზრის მოსმენა და მაღალი კლასის სამედიცინო ექსპერტის ძებნა დავიწყე. This morning we're shining a spotlight on some new information that could bring justice. იმ პერიოდში მასაჩუსეტსში გახმაურებული კრიმინალური ამბავი ახალგაზრდა ქალის, სანდრა ბირჩმორის გარდაცვალება იყო. გამოძიების ოფიციალურ ვერსიად თავდაპირველად სუიციდი დასახელდა. გოგონას ოჯახმა საქმეში სახელგანთქმული დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაიკლ ბადენი ჩართო და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ცნობილმა პათანატომმა დაასკვნა, რომ გოგონა მოკლული იყო. ექსპერტის აღმოჩენამ გამოძიების ვერსია შეცვალა და სანდრას მკვლელობისთვის პოლიციის დეტექტივი მეთიუ ფარველი დააკავეს. And he concluded the cause of death was strangulation. One fracture is unusual. რომ არა სახელგანთქმული ექსპერტი, შესაძლოა ეს საქმე სუიციდის მორიგ შემთხვევად დარჩენილიყო. მაიკლ ბადენს ჰარვარდის სტუდენტის სახელით მივწერე. ის მყისიერად დაინტერესდა. ანის მშობლებთან შეთანხმებით შემთხვევის ადგილის ფოტოები და გარდაცვალების სამედიცინო და ბიოლოგიური დასკვნების ინგლისური თარგმანები გავუზიარე. დეტალურად სასაუბროდ და ინტერვიუს ჩასაწერად ნიუ-იორკში მანჰეტენზე დამიბარა. When I looked at the material that you sent me, which was photographs and შეხვედრისას დეტალურად გამოვკითხა მოვლენების ქრონოლოგია და დამისვა დამაზუსტებელი კითხვები. დაინტერესდა იმ საღამოს ანიმ რომელ საათზე რა მოცულობის საკვები მიიღო. ყურადღებით შეისწავლა გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებებიც. მაიკლ ბადენის თქმით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ანი იანუშაიტიტე მოკლულია. რამდენ პროცენტს მისცემდით დასკვნას, რომ ანი მოკლულია? 100%. 100%. 99%. I mean, in that nature, this would typically, if this. მე ვიყავი ნიუ-იორკის მთავარი სასამართლო ექსპერტი. ეს რომ მომხდარიყო ნიუ-იორკში, ეს იქნებოდა მკვლელობა. მკვლელობა მოხრჩობით. Strangulation homicide. Dr. Baden, then chief medical examiner of the city of New York, was appointed chairman of the forensic pathology panel. მაიკლ ბადენს 60 წლიანი კარიერის განმავლობაში 20,000-ზე მეტი გაკვეთა აქვს ჩატარებული. ის ნიუ-იორკის მთავარი სამედიცინო ექსპერტი იყო. 70-იან წლებში თავმჯდომარეობდა პანელს, რომელიც პრეზიდენტ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილს ხელახლა იძიებდა. ის უამრავი გახმაურებული საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი იყო. მათ შორის O.J. სიმფსონის, ჯორჯ ფლოიდისა და ჯეფრი ეპსტეინის რეზონანსულ საქმეებში. მაიკლ ბადენს აუდიტორია ასევე HBO-ს პოპულარული დოკუმენტური სერიების ავტოპსიის წამყვანობიდანაც იცნობს. At present, I'm reviewing medical records and pathology reports. ასეთი ბიოგრაფიის მქონე ექსპერტის განმარტებები განსაკუთრებით საინტერესოა. თხოვ დეტალურად ამიხსნას, როგორ მივიდა დასკვნამდე, რომ ანი მოკლულია. პათანატომმა განსაკუთრებული ყურადღება ანის სახეზე და თვალებში დარჩენილ წითელ წერტილებს, სისხლჩაქცევებს მიაქცია, რომლებსაც პეტექიები ჰქვია. ექსპერტმა განმიმარტა, რომ ასეთი წითელი წერტილები აფიქრებინებს, რომ ანის კისერზე რაღაც შემოუჭირეს. პეტექიები მაშინ ჩნდება, როცა ვენებზე ზეწოლაა. სისხლი ვერ გადის, წნევა იმატებს. პატარა სისხლძარღვები სკდება და სახეზე წითელი წერტილები ჩნდება. წერტილოვანი სისხლჩაქცევები ანის თვალებშიც დარჩა და სახეზეც, ინტენსიურად ორივე მხარეს. პროფესორის თქმით, პეტექიები მხოლოდ ძალადობის დროს არ წარმოიქმნება. ის შეიძლება ძლიერმა ხველამ ან ღებინებამაც გამოიწვიოს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ანის გაუჩნდა, რაც ძალადობაზე მიუთითებს. ამას გარდა, ექსპერტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყელზე არსებული ხაზოვანი დაზიანებები და კანქვეშა სისხლჩაქცევებია, რომლებიც სამედიცინო ექსპერტიზის ქართულ დასკვნაშიც არის აღწერილი.
is important. We can't make a diagnosis of მხოლოდ strangulation. პეტექიებით არ შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ადამიანი მოხრჩობით მოკლეს. ბევრი გზა არსებობს, რომ ისინი გაჩნდეს. თუმცა აქ მათ უფრო ჭარბად ხედავთ, ვიდრე ჩვეულებრივ, უწყინარ შემთხვევებში არის ხოლმე. მაგრამ ეს ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორია, რომ ხედავთ კისერზე ზეწოლის კვალს და სისხლჟაქცევებს მის ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ კანზე, არის კანზე და კანქვეშა ქსოვილებზე. ეს ყველაფერი კისერზე ზეწოლის არსებობაზე მიუთითებს. It's skin and the tissues underneath. ყელზე არსებული ხაზები მაიკლ ბადენისთვის უფრო მეტის მთქმელიც არის. ის ფიქრობს, რომ ანის ყელზე კვალი მისსავე მაღალყელიან სამოსს უნდა დაეტოვებინა. ანუ ვიღაცამ ანის სავარაუდოდ კისერზე ჯემპრის საყელო მოუჭირა. Which are strong evidence of ეს ყველაფერი კი იმის ძლიერი სამხილია, რომ ეს იყო მოხრჩობა. სავარაუდოდ მაღალყელიანი ჯემპრის საყელოს კისერზე მოჭერით, რომელიც გოგონას ეცვა. the back of the turtleneck sweater. და ამ საყელოს ისე მჭიდროდ მოჭერით, რომ გოგონას არ შეძლებოდა დახმარებისთვის დაძახება. Couldn't call for help. ამიტომ არის ხოლმე, რომ ხშირად კისრით გუდავენ გატაცებულ ადამიანებს, რომლებიც შველას ითხოვენ. ყელში მოჭერით მოძალადე შეუძლია იმის პრევენცია, რომ სვერპლმა შველა ვერ ითხოვოს. By squeezing in the neck. თუ ყელში მოჭერა დიდხანს გაგრძელდება, ეს ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევს. And if you leave the squeezing on the neck a little too long, it will cause the person to die. მე მაინტერესებს, პროფესორი რატომ ფიქრობს, რომ ანის ყელზე არსებული ხაზები მაინდა-მაინც მოჭერილი საყელოს კვალია. See this აი ეს ადგილები გვერდებზე ეხებოდა კანს და კვალიც ჩემი აზრით ამ საყელოსგანაა. მთლიანი ხაზი რატომ არ არის კისრის ირგვლივ? it can if there's no obstruction on the neck. She has clothing on, so იქნებოდა კისრის ობსტრუქცია, რომ არ ყოფილიყო. მას ტანის ამოსი ეცვა და ამის შემოგრეხით კისრის უკნიდან ადამიანმა შესაძლოა ერთ მხარეს უფრო გამოხატული ანაბეჭდი მიიღოს და ნაკლები მეორე მხარეს. გააჩნია ტანის ამოსი როგორ იქნება შემოჭერილი. depending on how the clothing is compressed. ცნობილია, რომ ანი იმ საღამოს ეზოში შებინდებამდე დარჩა. მაღაზიაში სწრაფად მოსამზადებელი სუპი იყიდა, მშრალად შეჭამა და ენერგეტიკული სასმელი დააყოლა. შემდეგ დიდხანს და ძლიერ იქანავა საქანელებზე. ღებინების ვერსია ნაწილობრივ ამ ფაქტებსაც ეყრდნობა. მაიკლ ბადენი ფილტვების მიკროსკოპულ სურათებში გადაცდენილი საკვების ნაწილაკებს მაჩვენებს. აქ ბევრი ისეთ რამეს ხედავთ, რაც აქ არ უნდა იყოს. სამედიცინო ექსპერტიზა ანის სხეულზე საქართველოში ჩატარდა. დასკვნაში წერია, რომ ანი გადაცდენილი საკვებით გაიგუდა, მაგრამ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა. რამ გამოიწვია ღებინება და შესაბამისად საკვების გადაცდენა? მაიკლ ბადენი არ გამორიცხავს, რომ ღებინება ძალადობამ გამოიწვია და არა მოწამვლამ ან საქანელაზე ქანაობამ. Vomiting is not a cause of death. ღებინება არასდროს არ არის გარდაცვალების მიზეზი. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხანდაზმულ ადამიანს ემართება, როდესაც ისინი ამოხველების რეფლექსს კარგავენ. ან ეს ემართებათ ალკოჰოლის მომხმარებლებს. ხანდახან ნასვამი ადამიანები იგუდებიან საკვებით, იმიტომ რომ ასუსტებს ამოხველების რეფლექსს. ასაკი ასუსტებს ამ რეფლექსს. ვიცით, რომ მას არ ჰქონდა ალკოჰოლი მიღებული. დიახ და ამოხველების რეფლექსი ძალიან ძლიერია და სანამ ის ვიღაცას ებრძოდა, რომელიც მას აღრჩობდა, მან შეისუნთქა კუჭის შიგთავსის ნაწილი ფილტვებში. into her lung. შესაძლებელია, რომ მას პირზე ხელს აფარებდნენ. Not necessary. Yeah, it could be partly. არ არის აუცილებელი, რომ ასე ყოფილიყო, თუმცა შესაძლოა ნაწილობრივ მაინც. თუ პირზე დაფარებული ჰქონდა და აღებინა და შემდეგ შეისუნთქა ბრძოლის დროს. Truth is, and in the microscopic section that ფილტვის კვეთის მიკროსკოპულ სურათში, რომელიც მე მაქვს, ვხედავთ ხორცის ბოჭკოებს. მისი კუჭი სავსე იყო და შეწინააღმდეგების დროს თან შეშინებული იყო. შესაძლოა ამ დროს ღებინება დაეწყო, თუ კისერზე რამე შემოჭერილი ჰქონდა და პირზე და ცხვირზე ხელი მჭიდროდ ხაფარებული. გარეთ გამოსulis ნაცვლად ყოველი შესუნთქვისას ნაღებინები მასები ფილტვებში ჩაესუნთქებოდა. Some of it goes in her mouth and she breathes in and it'll go down into her lungs. But here arteries are partially collapsed. აქ არტერიები სრულიად არ იყო დახშული, მხოლოდ ნაწილობრივ იყო. ეს ამცირებს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, ასე რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ეს გამოიწვევდა ტვინის სიკვდილს. After a few minutes, she could have lost ability to call out for help.
საშველად მოხმობის უნარს ანი 1-2 წუთის შუალედში დაკარგავდა. ძლიერი მოგუდვის შემთხვევაში შესაძლოა 1 წუთზე ნაკლებ დროშიც. გონებას დაკარგავდა ალბათ შემდგომი 1 ან 2 წუთის განმავლობაში. გულისცემა გაგრძელდებოდა ალბათ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში. შემთხვევით ვინმეს რომ დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა გულფიტვის რეანიმაცია, შესაძლოა გადაერჩინა, მაგრამ რამდენიმე წუთში თუ ვერავინ იპოვიდა, ის გარდაიცვლებოდა. But after a few minutes of nobody seeing her, she would be dead. ანის დედა უკვე 2 წელი და 8 თვეა ქართველი ექსპერტების პასუხსელოდება. დღეს ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებებს იზიარებს და ისიც მკვლელობის ვერსიისკენ იხრება. ეს მკვლელობა არის, ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა არის, ბავშვი არის პირზე და ცხვირზე და ყელის არეში დაზიანებული. ტუჩები აქვს დახეთქილი, ჩვენ რომ მივედით მაშინ მშობლები წვეთი ნაღებინები გარეთ არ ქონდა გადმოსული, ეს არის აგონიის დროს ღებინება წამოსული, რომელიც გარეთ არ იყო გადმოსული. ხოლო შემდეგ გადმოვიდა, როდესაც სასწრაფომ დაუწყო მას სარეანიმაციო манипуляციების ჩატარება, მაშინ ამოტუმბეს ეს ნაღებინები მასები. და ისე ტუჩები ქონდა დახეთქილი, ეს ზეწოლისგან იყო ყველაფერი მომხდარი. ჩვენ 5 კვირის წინ მიმართეთ წერილობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კითხვით, რა ეტაპზეა კომისიური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება ამდენ ხანს რატომ ჭიანურდება. პასუხი გუშინ გვიან საღამოს მივიღეთ. ბიუროში განმარტავენ, რომ საკუთარი სპეციალისტები არ ჰყავთ. მოწვეული სპეციალისტების დათანხმება კი დროს მოითხოვს. მათ არც ცალიათ და ხშირად უარს ამბობენ. ექსპერტიზის წინაშე დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. ექსპერტიზაში ჩართვის მიზნით მოთხოვნილი მიმართულების ექიმ სპეციალისტებიდან: ბავშვთა რეანიმატოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა პულმონოლოგი, ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგი. 3 მიმართულების ექიმ სპეციალისტი ამჟამად ჩართულია კვლევის პროცესში, ხოლო 1 მიმართულების ექიმ სპეციალისტი მოძიების პროცესშია. ვინაიდან ექსპერტიზის დანიშვნიდან დღემდე 3 სპეციალისტმა უარი განაცხადა ექსპერტიზაში ჩართვაზე. პირველ რიგში განმარტავ გამიძება მინდა რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულია მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები, ასეულობით საგამოძიებო მოქმედება და ყველა მიმართულებით მიმდინარეობს დღესაც და აქტიურად საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზას, სამედიცინო ექსპერტიზა იმათონო დანიშნულია კომისიური, საკმაოდ ბევრი შეკითხვა აქვს დასმული და მოცულობით შეკითხვები აქვს დასმული კომისიურ ექსპერტიზას. რაც მათ შორის მოიცავს სხვა ანუ ექსპერტიზის კომპლექსური ექსპერტიზის პასუხის გაცემას, დღეს მდგომარეობით პასუხი არ არის მიღებული, შესაბამისად, როგორც კი გამზადდება ექსპერტიზა, ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ ამ შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზა ეროვნულ ბიუროს ატარებს აღნიშნულ ექსპერტიზას, უკვე შემდეგ მოხდება შეფასებების გაკეთება იმ დასკვნის შესაბამისად. აუცილებელია რომ დადასტურდეს რა გარემოებებში, როგორ, ვის მიერ დაიღუპა ანი და რეალურად ის რომ ნამდვილად კვლელობაა, პირველ რიგში ეს უნდა დადასტურდეს კომისიური ექსპერტიზით და შემდეგ უნდა აიხსნას 40-მდე დაზიანება, რომელიც ანის ხელზე იქნა ნაპოვნი, რა გარემოებებში, რამ განაპირობა და საბოლოო ჯამში ასფიქსია რამ განაპირობა. ასფიქსია იყო საბოლოო შედეგი ამ ყველაფრის და ძალმომრეობით რო არის ბავშვი დაღუპული, სწორედ ამ კითხვებზე გსურს ამ ექსპერტიზით პასუხის გაცემა. ანის საქმეში კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ზოგიერთი მათგანის შესახებ სხვა სიუჟეტებში გიყვებოდით. შემთხვევის ადგილზე გაჩეხილი ბუჩქნარის, გარდაცვლილის ხელის თითიდან დაკარგული სამხილის, თმის ღერის და დნმ-ის დაობებული ანაწმენდების შესახებ.